საქართველოს სამოციქულო ეკლესია, როგორც ჩანს, კიდევ დიდი ხნით ვერ დააღწევს თავს რუსეთის მხრიდან მის პროტექტორობას. შესაბამისად, მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან. ეს ამ პროტექტორობას საფუძველი ჩაეყარა, ეს უბრალოდ როცა ამ თემაზე ვლაპარაკობ, ყოველთვის ხას უსვავ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ეს ჩაიბეჭდოს გონებაში, ჩვენი მაყურებლის. ამას საფუძველი ჩაუყარა გეორგიევსკის ტრაქტატმა, რომელსაც ხელი მოაწერა ერეკლე ბაგრატიონმა. და წარმოუდგენელია, მე ახლა სულ რამოდენიმე წუთს წაგართმევ, წავიკითხავ ტექსტს გეორგიევსკის ტრაქტატიდან. რუსულადაც წავიკითხავ და ქართულადაც წავიკითხავ. კი ბატონო. ტექსტები არის აბსოლუტურად იდენტური და ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე ბაგრატიონმა ძალიან კარგად იცოდა რას აწერდა ხელს. არ იყო ის მაშინ კი ვამბობთ რომ მოხუცი კი ასაკოვანი კაცი იყო, მაგრამ უაზრო მოხუცი არ იყო, ასე ვთქვათ, იმაში დემენციაში წავსული, ხო? მოდი წავიკითხოთ ტექსტი. ქართული ტექსტი. მერვე არტიკული, ანუ მერვე პუნქტი ხელშეკრულების. დასამტკიცებლად უსაკუთრესისა მონარქისა კეთილნებობისა მისის უგანათლებულობისა მეფისადმი და ერთა მიმართ მისთა და უმეტესისა შეერთებისა რუსეთისა და თან ამათ ერთმორწმუნე ერთა თანა ინებებს მისი იგი დიდებულებაი ვითარმეთ კათალიკოსსა ანუ უმთავრესა არქიეპისკოპოსსა მათსა რათა აქონდეს ადგილი მიაქციეთ ყურადღება რიცხვთა შორის რუსეთისა მღვდელთ მთავართასა მერვესა შინა ხარისხსა ესე იგი არს შემდგომად ტობოლსკისა და ყოვლად უმოწყალესობით მიუბოძებს მას ნიადაგ ტიტულოსა ანუ ტიტულს უწმინდესისა სინოდის ჩლენობისა ხოლო მართებისათვის საქართველოს ეკლესიათა და მიწერ მოწერათა თუ ვითარ სათანადო არს რუსეთისა სინოდისადმი ამისთვის უკვე დაიწერების სხვა არტიკული იგივეს ახლა გავიმეორებ რუსულათაც იმიტომ რომ შეიძლება არქაული ქართული უფრო უცნაურად ჟღერდეს დღევანდელი ქართლის ყურისთვის артикул 8 доказательство особливого монаршего благоволения к светлости царю и народам его и для вязчего соединения с Россией сих единоверных народов его императорское величество соизволяет, чтоб католикос или начальствующий архиепископ их стоял местом в числе российских архиереев 8 степени, именно после Тобольского, всемилостивейше жалуя ему навсегда титул Святейшего Синода члена. О управлении же грузинскими церквами и отношении какого долженствует быть к Синоду Российскому, о том составится особливый артикул. Раме гаугебария? Раме ორმაგი წაკითხვა აქ ამას ერეკლე მეორემ თავისი ხელით ხელი მოუწერა რუსეთის იმპერატრიცამ იქიდან ეკატერინემ მოაწერა მოგეხსენებათ ხო ეკატერინეს ის იყო რომ საქართველოს ეკლესია გადადის დაქვემდებარებაში რუსეთის მოსკოვის ესე იგი საპატრიარქოც არ იყო სინოდალური იყო ხო მაშინ რუსეთში საპატრიარქო მმართველობა ეკლესიაში გააუქმა პეტრე პირველმა გადაიყვანა და თან გადაიყვანა პატივით მერვე ეს იყო აი სირცხული და თავის მოჭრა იმიტომ რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ტიპიკონში ეგრეთ წოდებულ ტიპიკონში მართლმადიდებელი ეკლესიებისა იყო მე-6 ადგილას მაშინ ჩამონათვალში იყო მე-6 ადგილას და ეს უძველესი ეკლესია გადაიყვანა რუსეთის ეკლესიის მერვე ადგილს და თან იქაც ხო მნიშვნელობა აქვს მოსკოვის და ვთქვათ კიევის მიტროპოლიტის მერე კი არა ტაბოლსკის თუ რაღაცა ჯანდაბის აი იქეთ სადღაც კიდე